ცოლის ცემა რა შემთხვევაშია გამართლებული? აუცილებლად დაიმსახურა ისეთ სიტუაციაში ცემა ბაქთუდი ჰალათაც. ცოლის მხრიდან ქმრის ცემა? ცოლის მხრიდან ცოლმა როგორ უნდა ქცემს? რა არც ეგ არის გამართლებული. ნუ იმ შემთხვევაში თუ ხალი გზასაცდენილია. აი ამ შემთხვევაში უნდა სცემო, მაგრამ თუ ის არის რა თუნდაც სცემო. და ქმარს? რა ქმარს? ქმრის ცემა გამართლებულია? ცოლისგან. დიახ. როგორ უნდა სცემო ქმარს რა ვიცი. თუ იქ სიყვარული არ არის შვილო, ურთიერთგაგება არ არის. ცემა კი არა შეიძლება თავი მოაჭრას. ცოლის მხრიდან ქმრის ცემა? როგორ შეიძლება? ეგ რაღაცნაირი ქმარი იქნება, თუ მაგზინად მეიჩაგდა თავი. როცა უღალატებს ქმარს. აბა რა, პატიოსნი ხალხს ცემა არ უნდა? თუ იმსახურებს თუ რაღაცა დააშავა ისეთი. აი რა შეიძლება დააშაოს ქალმა რომ ანუ ღალატოს აი მაგ შემთხვევაში შეიძლება. არც ერთ შემთხვევაში არ არის ცოლის ცემა გამართლებული. ცემა საერთოდ არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული ცოლის. შეიძლება კაცმა ხელი ასწიოს, მაგრამ ცოლისაგან ეს უკვე ვიცი რა შე. ეს უკვე ზომაზე გადასვლა, საზღვრის გაწყვეტა. ის კაცია, კაც ესე თუ ისე ებადდება. ოღონ ხშირად არა. როცა გაგაბლებს. აი რომ ღალატობს ხმარსა იმ შემთხვევაში შეიძლება. ერთადერთი ღალატის გამო, რომ შეიძლება ჩაარტყა მაგის გამო, მეტი არაფერს. ისიც ქმარმა ცოლს. ცოლმა ქმარს? ცოლმა ქმარს რა ვიცი, აბა კაცებზე უფრო დასაშვებად მიაჩლიოს და. არც ერთ შემთხვევაში არ არის ქალის ცემა გამართლებული. აბა თუ ნასვამი ან ცუდ მდგომარეობაში, მაშინ შეიძლება რომ ადამიანმა რაღაც ნებისყოფა არ ქონდეს და მაშინ გალანდოს. ცემა გაშუაში. დამნაშავე უნდა გაუშვო მაიშურო თავიდან. ქალს ხელს ვინც დააგარებს ის კაცი რაღაც. არც შემთხვევაში. არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული. დამსახურებაზე რო გიღალატებს დამსახურება. არც ერთ შემთხვევაში. არ შეიძლება ქალს უნდა მოფერება.